არდგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენაა. ფესტივალი არდგენი რეგიონული ტურნეთი უკვე გაიხსნა და 17-24 ივლისს ტრადიციულად საინტერესო მუსიკოსებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში უმასპინძლებს. პროგრამა წელსაც ორიგინალური და საინტერესოა. დეტალებს არდგენის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი თამარ მელიქიშვილი გაგვაცნობს, რომელიც ჩვენი სტუმარია. დილამშვიდობის, ქალბატონ თამარ. დილამშვიდობის. ფესტივალი უკვე გახსნილია, როგორ ჩაიარა პირველმა კონცერტმა და სად გრძელდება რეგიონული ტურნე? გუში გაიხსნა სურამში ბაიანთხევის ტყეპარკი არაჩვეულებრივი ადგილი. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ავირჩიოთ ისეთი ადგილი, რომელსაც პატრონობა ჭირდება, პოპულარიზაცია ჭირდება, საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. და იხვალ გვაქვს მცხეთაში. მცხეთას ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, ვიცით ქართველებისთვის როგორი ძვირფასი ადგილია და ახლა გაიხსნა ძალიან საინტერესო ადგილი. ეს არის ახალი ნავსადგური, რომელიც არის სწორედ მტკვრისა და არაგვის შესართავთან. და ვფიქრობთ, რომ ეს იქ ჩატარებული არდგენი კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ რამდენად ჩვენთვის ძვირფასია ის, რაც გვაქვს, როგორ უნდა მივხედოთ, მოვუაროთ, როგორ უნდა განვავითაროთ, ასე რომ ხვალ 12-ში ყველას გეპატიჟებით მცხეთაში ამ არაჩვეულებრივ ადგილას. და რას ნახავთ, ქალბატონ თამარ, მცხეთაში და რას მოვისმენთ? მცხეთაში თქვენ ნახავთ, როგორც ფოლკლორის შემსრულებლებს, მცხეთის მთელი მუნიციპალიტეტის ყველა რეგიონიდან, ყველა რაიონიდან, დუშეთი იქნება, თიანეთი თუ ასე შემდეგ, როგორც ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ხალხური რეწვის წარმომადგენლები. იქნება ზეპირსიტყვიერება და საღამოს იქნება ძალიან კარგი კონცერტი გორდელასი. და რაც შეეხება ძირითად ნაწილს, 17-დან 24 ივლისის ჩათვლით არდგენს ტრადიციულად უმასპინძლებს ეთნოგრაფიული მუზეუმი. კი ბატონო. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ფესტივალის მსვლელობისას და ვინ გახსნის თბილისის ტურს? თბილისის ტურს 17-ში გახსნის სოფი ვილი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს ორი ახალი არაჩვეულებრივი შემსრულებელი ფესტივალზე. ეს არის სოფი ვილი პირველ დღეს და მეორე დღეს დაძმა ბათუმიდან. ესენი არიან არაჩვეულებრივად შერწყმული დაძმა, რომელიც ძალიან საინტერესო მუსიკას უკრავს. ასეა სულ არის მათი სახელწოდება. ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ გუშინ სურამში და მთელი ეს ტერიტორია, ეს ტყეპარკი იყო სავსე და ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ გვიხარია, როდესაც ჩანს ახალი სახეები, ახალი შემსრულებლები, ხდება შემდგომ უკვე მათი პოპულარიზაცია, რაც უკვე ჩვენს უკან არის და ვიცით თუ რამდენმა გაიარა ფესტივალის ხელში და წარმატებას მიაღწია, ასე რომ არა მარტო თანამედროვე, არამედ როგორც იცით, ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც თავის შემოქმედებას გვიჩვენებენ, იხვეწებიან თანდათან და ვფიქრობ, რომ ყოველი დღე, რომელიც როგორც რეგიონალურად, ასევე თანამედროვე ნაწილით არის განსხვავებული, მინდა აღვნიშნო, რომ იმითაც იქნება საინტერესო, რომ საღამოს გვიან შემსრულებლები წარმოგვიდგენენ ახალ პროგრამას. ჩვენ კი ტრადიციულად ვიცით ველოდებით ყოველთვის, რომ ეს იქნება ის, რაც ჩვენ ვიცით და გვაინტერესებს. აი ამასთან ერთად თითქმის ყველა შემსრულებელი იქნება ახალი პროგრამის წარმოდგენილი. მე მინდა მაინც კითხოთ უცხოელ შემსრულებლებთან დაკავშირებით. სოფი ვილი, როგორ და რის მიხედვით შეარჩიეთ უცხოელი შემსრულებელი და არის თუ არა შესაძლებელი, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი უცხოელი მუსიკოსი დაემატოს? იცით, არდგენს აქვს საერთაშორისო ფორმატი. ყოველთვის ჩამოდიოდნენ ჩვენთან უცხოელი შემსრულებლები. ეს როგორც ფოლკლორის თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, ასევე თანამედროვე ნაწილსაც მინდა ვახსენო, როგორც სარდინიიდან, ისე საფრანგეთიდან და აღარ ჩამოვთვლი. იქ ხდებოდა სცენაზე ყოველთვის შერწყმა, რაც ძალიან საინტერესო იყო, რაც მთლიან ალბათ ესეთ უნივერსალურ კულტურას წარმოადგენს ერთ ფორმატში ესე წარმოდგენილი და ძალიან საინტერესო. ამითი არის ხოლმე ჩვენი ფესტივალი საინტერესო, რომ ექსპრომტი არის მუდმივად თანდევი და სოფი ვილი ქართველი გოგონა არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა 27 წლის და ჩვენ გვინდა რომ სწორედ ფესტივალი მან დაიწყოს, მან გახსნას და რა ვიცი ვუსურვებთ წარმატებას და ველით დამსწრებს, რომლებიც შეაფასებენ და ასე ვთქვათ მისცემენ იმ სტიმულს, რომ შემდგომ საქართველოში ყოველთვის ელოდნენ მას. დიახ, ქალბატონ თამარ, არდგენი წარმოუდგენელია ნინო ქათამაძის და სუხიშვილების გარეშე, რა თქმა უნდა, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ნიადზ დიასამიძე, რობი კუხიანიძე, ჯგუფი ფრანი. რომელ დღეებში არის დაგეგმილი მათი კონცერტები? პროგრამა დევს
ჩვენ საიტზე. პირველი დღე არის, ესე იგი, როგორც ვთქვით, 17-ში სოფი ვილი, მეორე დღეს არის ასეა სულ, შემდგომ თუ არ ვწდები არის რეგიონი, ფრანი და აი უკვე მერე მოდის ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე და დახურა სურხიშვილები ახალი პროგრამით. დიახ, ერთი კვირის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები, ქართული სამზარეულო, კიდევ რას თავაზობს დამთვალიერებელს? დამთვალიერებელს, რა თქმა უნდა, შავფაროსნებით წარმოგვიდგენენ, თავიანთი ჩვენება ექნებათ, ისინი მუდმივად ჩვენთან ერთად არიან, იმიტომ რომ კომპლექსურად პრინციპში, რასაც ემსახურება არდგენი, ეს წარსულისა და თანამედროვეობის ერთ კონტექსტში დაანახვა, როგორ ვითარდება ის წარსული ტრადიცია და რა ემატება ახალი, ეს ერთად მოაზრებული ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი, რომ იხილოს მომსვლელმა არდგენზე. მთელი დღე იქნება დატვირთული, როგორც იცით, დღის განმავლობაში გამოფენები მუდმივად არის ჩამოსულები რეგიონებიდან, მთელი დღის განმავლობაში არიან ტერიტორიაზე, სადაც ყველა ეზოში გაიგონებთ ამა თუ იმ კუთხის სიმღერას, რომლებიც შემდგომ უკვე ადგილს იკავებენ იმ ამფითეატრის სცენაზე, ასე რომ ყველა მიმართულებით არის დატვირთული ფესტივალი, როგორც ყოველთვის და რაც მთავარია, ზაფხულის დღეები არის სასიამოვნო გასატარებლად, ეს არის შეხვედრების ფესტივალი, როგორც პიროვნებებს შორის, ურთიერთობის, შემოქმედ ხალხს შორის, გაზიარების, გამოცდილების, ერთმანეთის გათვალისწინებით, რა შეიძლება შევიძინო, რა განვავითაროს ხალხურ ეწოსაც ეხება და ასევე ფოლკლორულ ანსამბლებსაც იქ გურია თუ უსმენს და უშუალოდ აჭარას და ასე შემდეგ. ასე რომ არის საშუალება, რომ ერთი კვირის განმავლობაში დავინახოთ მთელი საქართველო მთლიანად და პრინციპში სურათი იმისა, თუ დღეს რა გვაქვს, წარსულსაც შევადაროთ და მომავალის პროგნოზიც გავაკეთოთ. ქალბატონ თამარ, ეს არის რა თქმა უნდა სახალხო ფესტივალი ყველასათვის, თუმცა მაინც რა საკის მსმენელები ინტერესდებიან ხოლმე, ძირითადად თუ შეგვიძლია რომ გამოვყოთ? ფესტივალი გათვლილი იყო თავიდანვე ახალგაზრდობაზე. და სწორედ ამისთვის მოვიფიქრეთ თანამედროვე ცნობილი შემსრულებლები. როდესაც ახალგაზრდობა მოვიდა, ისინი იკავებდნენ ადგილს ამფითეატრში და ელოდნენ დაუშვათ იგივე ნინო ქათამაძეს თუ ნიაზ დიასამიძეს და სწორედ აი ამ დროს მოხდა წარდგენა აი ამ ფოლკლორის, რომელიც მხოლოდ დაუშვათ ადრე თუ სამუზეუმო სახე ქონდა და უნდა რომელიმე კონცერტზე წასულიყავი, აი ეს ბუნებრივად შემოიჭრა მათ ცხოვრებაში და ჩვენ ნახეთ თუ შემდეგ წელს რა მოხდა, ახალგაზრდები ფანდურებითაც ამოვიდნენ, სცენაზე ადიოდნენ და უერთდებოდნენ ფოლკლორულ შემსრულებლებს. ასე რომ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რომელიმე დღეისათვის უკვე რომელიმე ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება. ეს არის ყველას ფესტივალი, ასევე ყველა ეროვნებისთვის შეგვიძლია ყველა ეროვნებისთვის არის საინტერესო, იმიტომ რომ მთლიანად ქართული კულტურა იმდენად მრავალფეროვანია, კუთხეების გათვალისწინებით და იმდენად განსხვავებულია, რომ აი მე მახსოვს სტუმრები უცხოეთიდან, როდესაც ესწრებოდნენ ყოველდღიურად, განსვიფრებას ვერ მალავდნენ, თუ აი რამხელა სხვაობა იყო იგივე მეგრულ ფოლკლორსა და გურულს შორის. ასე რომ აი ეს ყოველდღიური დასწრებაც ტურისტებისთვის არის იმის საშუალება, რომ აი ეს პატარა ქვეყანა რას წარმოადგენს ერთი თვალით დაინახოს. დიახ, ქალბატონ თამარ, თქვენ გარკვეულწილად აღნიშნეთ ცოტა ხნის წინ, რომ ცდილობთ ფესტივალისთვის ისტორიული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილები შეარჩიეთ, რომ მათ პოპულარიზაცია შეუწყოთ ხელი. სწორედ ამ ფესტივალის მეშვეობით ასევე გაითქვა სახელი არაერთმა მუსიკოსმა, არდგენი იყო წარმატების ერთგვარი ტრამპლინი ანსამბლებისთვის. როგორ შეაფასებ საერთო ჯამში იმ შედეგს, რასაც საზოგადოება იღებს ამ ფესტივალისგან და თქვენ თუ მიიღეთ ის შედეგი, როგორცაც ელოდის და როგორიც დაგეგმილი ქონდათ. მთლიანად რომ შევაფასოთ არდგენი. მთლიანად რომ შევაფასოთ არდგენი, თქვენ რაც ჩამოთვალეთ ის თუ შევძელით უკვე ძალიან კარგია. ასევე გვინდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა გვჭირდება მეტი რესურსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიპოვოთ, კიდევ უფრო მეტი ჩამოვიყვანოთ, მოხდეს კულტურების გაცვლა ერთმანეთში, რაც ძალიან კარგ შედეგს იღებს
როგორც საერთოდ ნებისმიერ სფეროში, ასევე რა თქმა უნდა მუსიკალურ მხარესაც თუ იგივე ხელით ნაკეთ ნივთების თუ ტრადიციულ რეწვაში, ასე რომ გასაკეთებელი ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს იმ მხრივ, რომ პროცესი მიმდინარეობს, რეგიონები მუდმივად გველოდებიან და ისინი წლიდან წლამდე ელოდებიან არტგენს, ალბათ ჩვენ არც არავინ აღარ შეგვეკითხება არტგენს, გავაგრძელებთ თუ არა, რა რესურსიც არ უნდა არსებობდეს და აი ეს ენთუზიაზმი და სტიმული პრინციპში დღემდე გვაქვს. კარგია რომ ვინ არჩუნებთ და გვიყვარს თითოეულ ჩვენგანს ფესტივალი, რომელსაც ჩვენს ასევე ველოდებით ყოველ წელს და ვმუშაობთ და აი რა ვიცი, თუ კი ვინმეს რაიმე სასარგებლო მოუტანა და ჩვენი აი ესეთი საზოგადოება გამდიდრდა შემსრულებლებით თუ თუნდაც იმით, რომ რომელიმე ხალხური რეწვის ოსტატმა უკვე საწარმო შექმნა, ან დაუშვათ დაუკავშირდა მეორე მონაწილეს და განავითარა თავისი საქმიანობა, ჩვენ ალბათ ამის მეტი არც არაფერი არ ვგდომებია. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და დაინტერესდება ამ ფესტივალით, ისევე როგორც ყოველ წელს და ყოველთვის. არტგენის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი თამარ მელიქიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეებს გაგაცნობთ.